დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის წესში ცვლილებები იგეგმება. დევნილი ოჯახები სახელმწიფოსგან საცხოვრებელ ბინებს ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე განსაზღვრული რიცხოვნებით მიიღებენ. ამის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები დაგეგმილ კანონპროექტშია ნათქვამი, რომლის ინიციატორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა. ცვლილებების თანახმად, თუ დევნილი ოჯახის წევრი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ გარდაიცვლება, ეს საცხოვრებელი ბინის ფარდზე არ აისახება. უფრო კონკრეტულად კი დევნილ ოჯახს შეუნარჩუნდება ქულათა ის რაოდენობა, რომლის მიხედვითაც დევნილის ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ისეთივე საცხოვრებლით, როგორცაც ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე მიიღებდა. აღნიშნული წესი არ ვრცელდება გარდაცვლილი ერთსულიანი დევნილი ოჯახის წევრის მემკვიდრეებზე. საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტის განხილვას პარლამენტი მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს.